სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო რაკნის ბავშვმა დაიძინეს. გაიღვიძეს ვაჭამე და ისევ ჩაიძინეს. ენაცვალოთ მამა. ზვი. ხო. გახსოვს 3 დღის წინ რა შემპირდი? რას? აუ არ გახსოვს ხო? არა, მე ბევრ ამას კვირდები და შენ რომელზე მეუბნები გააჩნია. რაც შემპირდი და ბავშვებს დავიტოვებ ერთი დღით. არ გახსოვდა ხო? გეხმრე, კარგი რა, როგორ არ მახსოვდა. უბრალოდ შენი გაუმეტყველება მაინტერესებდა. ზვიად. ვიცი რომ არ გახსოვდა. ზვიადი არა. ზვი. ხო ძვირფასო. მართლა გახსოვდა? კი, როგორ არა. დღეს არსად არ მივდივარ, სახლში ვჩებით, ან ბიჭებმაც იციან რომ უჩემოთ მოვწევ დღეს მუშაობა. მართლა? დიახ. აი მე რა საყვარელი ხარ. მადლობა ძალიან დიდი. წავალ მაშინ ჩავიცავ ხო? თორე ვერ მოვასწრებ. დალია შეჩემდი. ალო, კასპერ. ხომ მშვიდობა გაქვს ამ დილაუთენია. აუ, უნდა მიშველო რა, რაღაც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ დღეს უნდა გამოთავისუფლო. ხო კარგად ხართ, ბიჭო, ბავშვები როგორ არის? არა, კი, კარგად არიან, უბრალოდ მე ვიტოვებ რა, იმის რაღაც საქმე აქვს და უნდა გავიდეს და დამტოვებელი არ ყავს. კაი, მიდი, ზვიად მიხედე კაცო. ხო, ჩიქარი ხარ. ოღონდ იცოდე, ეს მეტი არ განმეორდება. არა, მიდი. კაი, მადლობა. მოხვედი ლალი უკვე. აი 2 წუთია რა შემოვედი და სიჩუმე რო იყო მივხვდი რომ წასულები იყავით სასეირნოდ. ხო. აუ კი მაბრაზებს ხოლმე კერესა, მაგრამ ელმო ვაღიარო რა. ძალიან კარგი მამა. ჯერ ხო ისე ელაპარაკება ბავშვო, გეგონება ჩამოყალიბებული ადამიანია. ელოდება რომ რაღაცა პასუხი გასცეს იმანაც. და ეხა კიდე 3 წრე შემოარტყა ვაგის პარკს. მეთქი მე ავალოთ ხო მე ამოდით თქო. ხო, კერესა ნამდვილად შეიცვალა კატოს მერე. მარტო კერესა არა, მეც. ნუ, მაშინ მე რა დავაშავე მეც. აუ, ლალი ბლინები უნდა გავაკეთო და ხო შეჭამ. შენ გაკეთებულ ბლინებს მე აუცილებლად შევჭამ. მიხარი. რაღაცა ზენ დაგელაპარაკო. შვიდობა? იცი რა, მე შეიძლება ცოტა ხე გიჟბებია ვარ გავიგე, მაგრამ ექიმთან დაკავშირებით უნდა დაგელაპარაკო. ხო. კერესა წუწუნებდა გუშინ მაგას. ხო, იმას წუწუნი არ ერქვა, მიყვირო და მე პირადად, მაგრამ გაბრიელის შემთხვევაშიც ესე ვიყავი. და მე ანა დავითანხმე, წავედით, გავესინჯეთ ყველაფერი კარგად და ყველა დამშვიდდა. ხო, მაგრამ ჯერ პატარა ხო არ არის გამოკვლევებისთვის. 3 თვის არის უკვე. დიდი გოგოა. ხო, ისე მეც ვიფიქრე მაგაზე. მაგრამ რაღაც პრობლემები რომ მქონდა დაურსულებაზე, ცოტა მეშინია. ისე დედა. რამე ცუდი რო გავიგოთ. არა
ყველაფერი ცუდი რო არ იქნება, მამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ესე არის ნერვიულო, დავიზღვევ თავი. აი რა უნდა მივიყვანოთ, მოვიყვანოთ. ხო. მართალი ხარ მოვიყვანოთ. ხო. მაგრამ კერესა რო გაბრაზდება? მოდი კერესას დავილაპარაკები მე. ან საერთოდ რა თქვინდა კერესა იქ რა საჭიროა? არა, ეგრე ეწყინება და ახლა კაი, არ ეწყინება. დავილაპარაკები მე. მოდი ხა დავიწყებ მოგაკეთებას. თორემ მოვლენ ისინი ცუა. იცი რა, მაშინ ვითომ შენი იდეა ექიმის რა. კაი, შევთანხმდით. მე დავილაპარაკები. კარგი. რომ წონოდა მოხვიდოდი, შენ გემრიელ რაღაცები. აუ კარგი რა უწუხდები ხოლმე რა. რა შეწუხება? რა ვიცი რაღაცა საქმე გამემაზა დილიდან და გამოვიქეცი ეგრე. საქმის გამაზვა ცუდია, მაგრამ რომ მოხვედი ყველაზე კარგია. რა ხდება როგორ ხარ? რა ვიცი. ვა! ასპერ, ვა, დილაუთენია რამ გაგავიდა. ეთყობა გუმა მიგრძნო რომ მოდიოდი რა. ესეც კაი მაიმუნი არის, ჩემი არ იყოს. აბა მიდი, რა შეყვებოდი? აუ რაღაც ცეხში ბევრი საქმე დამიგროვდა ერთად რა და სუიქვა. ბევრ საქმეს რა ჯობია. ცოტა საქმე. მერე? ზვიადის ეყოლა ტყუპები. საყვარე. და ყოველ დღე აგვიანებს თან ცოტა ადრე უშვებ ხოლმე. მესმის ყველანაირად ვცდილობ რომ ხელე შეუწყო. თან ბავშვებსაც ხო ჭირდება ყურადღება და მაგიტო. ძალიან კარგია. თავიდან გაუჭირდება და მერე უკვე რომ აეწყობიან, შეეჩვევიან და ყველაფერი დაალაგდება. საყვარლები. კობაც მარტო რასაც აკეთებს რა. არსენა მაინც ყოლოდა ეხა რაღაცაში წაგვიკრავდა ხელს და გვეხმარებოდა რა. აბა, საწყალი არსენა. აი, მოიხდის და გამოვა რა, რას დასტირი ხარ. ხوار მოკვდა. კაი რეზი ახლა. როდის ეგ მოიხდის და გამოვა. როცა მოიხდის, ხო მოიხდის, მალე გადის ნო. ცხელი წყალი დარჩა? კიდე კი. ნელა. ორი წუთი დარჩა და ტესტებს ვიბარებ. აბესაძე, წინ იყურე და ნუცქნდავ. შენი ვარიანტი არ ვარ. ავთანდილს რო უყვარს იმ გოგოს რა ქვია? დინადინი. არ მესმის. გამიცვალე. ატყობა. დასრულდა დრო. ჩამაბარეთ. აბესაძე, გუგუშვილი გამოართვი თუ შეიძლება ტესტი აბესაძეს. ხალა რა. ვინა ეს? ორშაბათისთვის მოსამზადებელი გექნებათ პრეზენტაცია. შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ. ორ კაცზე მეტი წყვილში არ დაგინახოთ. მას ჩვენ ვინც გვინდა ისინი? არა. შეიკრიბებით დაქალები და რჩებიან მერე თითოეულა ბავშვი ასე ეულად. თქვენი გვარები ამ ხუთშია. სათითაოდ მოხვალ და აიღებთ. მე წამოვიდა რა. ისა მოგივიდა. შენ ამომიყვედა. ვა, რა მაგალია. ჰა. კიდევ კაი, თორე ვერ ვიგებ ამ შოთას და თამარს. მოგიყვები მე. აბესაძე,
საპატიო მოწვევა გჭირდება. მამა ახლა რა საჭმლის დრო გვაქო ჰა ჭამო მოვიშოვნოთ ჭამო მოდი შეგმომიკლა ჩამოჯექინელა აი ეს ხო ერთი წამი მაცადე მოდი შეჭიმო პატარა ხამი შმაგუნა რა იყო მაშმაგუნა კვანცა შენ ხარ ჩემო ანგელოზო კარგი რა მამა რა ათესი ზუთით სპერაციას კასპერ, ბიჭო, უნდა მიშველო რა. რა ხდება, მშვიდობა გაქვს? ბიჭო, პამპერსი აქვს ამათ გამოსასვლელი. იმის კიდე უთხარი 9 ჯერო ვიცითქო და არ ვიცი და რამენაირად უნდა დამეხმარო რა. მე ბიჭო, რანაირად შვილი მყავს მე თუ საიდან უნდა ვიცოდე? კარგი რა, შენ ხო ყველაფერი იცი, ეგეც გეწოდინება. ბიჭო, მართლა არ ვიცი, შენ ძმობას ვიცავარ. ამის ხათრით შეხედე. ზვიად, რაც თავი მახსოვს, საფენებს აღარ ვხმარობ მე და მანამდე რა იყო მართლა არ ვიცი. მომისმინე, ყობას დაურეკე. უეჭველი ეწოდინება. კარგი ხო, გავიგე. კარგი, ყობას დაურეკა. ყობა, უნდა მიშველო რა.